მადლობა მოგესალმებით ყველას. ვიდრე დავიწყებთ ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, გადაწყვეტილებების მიღებას, მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. პირველი, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება. შესაბამისად, დღეიდან მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ უზრუნველყოფა გაუკეთოს სერვის ცენტრებში მომსახურების დროს არსებულ რიგებს, რომ არ იყოს ეს რიგები და ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი პატარა სივრცეში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, გავაკეთოთ რიგების დაცვა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე დამცავის საშუალება, მაქსიმალურად რომ ვეცადოთ დაურიგოთ, იმიტომ პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელი, ამით უნდა დავიცვათ ჩვენ თვითონ იმ მოქალაქის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ასევე იმ ადამიანების, ვინც კონკრეტულად იქ ჩვენთან მოსულ ადამიანებს ემსახურება. გარდა ამისა, მინდა დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი ყავს და ვემსახურებით ადამიანებს, მაქსიმალურად ყველა მოხუცებულს, რომ გავუკეთოთ პირბადეებით აღჭურვა. რომ დაურიგოთ პირბადეები, ილია, შენ რო გაუწიო ზედამხედველობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ სერვისებზე მოსული ადამიანების რიგების დარეგულირება, რომ ერთ პატარა სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანის თავმოყრა არ მოხდეს და პირბადეებით აღჭურვა, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. მეორე თემა, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით, მნიშვნელოვანი ქალაქისთვის, იმისთვის, რომ ადამიანებს გაუმარტივოთ ქალაქში გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ეს განპირობებულია ახალი ავტობუსების შემოყვანით, ახალი მიკროავტობუსების ყიდვით, ასევე მთლიანად ვაკეთებთ ახალი მარშრუტების დადგენასაც, იმიტომ არის შემთხვევები, რომ გადაფარვა ხდება, ანუ დუბლირება ხდება უпростоრად მიკროავტობუსის, ავტობუსის, მეტროსთან მიმართებაში, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დარეგულირებული იქნება, მოწესრიგებული იქნება და პარასკევს გვინდა საზოგადოებას, თბილისის მოსახლეობას გაუკეთოთ პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები. გვექნება სრული პრეზენტაცია, რა ნომრები შემოდის, რა მიმართულებით იმოძრავებს ეს მარშრუტები, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს გაუჩინოთ კომფორტი, ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტობუსებით მგზავრობა და რა ყველაზე მთავარი არის, რომ ავტობუსი მიკროავტობუსთან უნდა მოდიოდეს თანხმედრაში, მეტროსთან, შესაბამისად ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პარასკევს, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა ჩვენი ქალაქისთვის. შემდეგი თემა ეხება ზონალურ საათობრივ პარკირებას, ესეც რა თქმა უნდა ნაწილია ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის. ჩვენ უკვე კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ რაიონებში ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ბევრი ადამიანის სარგებლობს, მადლობა მინდა თბილისის მოსახლეობას გადაუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ესეც ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ზოგადად ტრანსპორტით გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, აი ყველაფერი რაც შედგება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკით იყოს მოწესრიგებული. ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება. 20 ოქტომბრიდან ვაკეში სხვადასხვა კონკრეტულ ადგილებზე, ლოკაციებზე განთავსებული იქნება საინფორმაციო ჯიხურები. თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის ქუჩის კვეთები და ამ ქუჩებზე პარკირებაზე შემოდის ზონალურ საათობრივი პროექტის განხორციელება, რა ძალიან მნიშვნელოვანია. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე უფასო იქნება შშმ პირთათვის, ელექტრომობილები, ვისაც აყავს, უფასო იქნება ასევე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ადგილები და დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი საათი იქნება 1 ლარი, პირველი 15 წუთი იქნება უფასო, იმიტომ რომ ვაძლევთ ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ შეიძლება ვიღაცა უცებ გააჩეროს, მაღაზიაში მოუწიოს შესვლა, აფთიაქში მოუწიოს შესვლა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დანარჩენ შემთხვევაში საათის ღირებულება იქნება 1 ლარი. ახლა მინდა შევეხო ერთ კონკრეტულ საკითხს, რომელიც ეხება მშენებლობას, ეს კონკრეტული მშენებლობა მიმდინარეობდა ძველ თბილისში
ნაკაშიძის ქუჩაზე, ნაკაშიძის 26-ზე. ნუ თქვენ იცით ყველამ ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად ისტორიულ შენობა ნაგებობებზე, ისტორიულ ძეგლებზე, ძველ თბილისზე თუ როგორი მოწწებით უდგებით და ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ეს გამოიხატა რა თქმა უნდა ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასევე გუდიაშვილის რეაბილიტაციას, რომელიც მართლა წარმატებით მიმდინარეობს და კიდევ ერთი ძალიან მაგარი უბანი გვექნება ქალაქში, როდესაც სამუშაოები იქნება დასრულებული, შენარჩუნებული იქნება მაქსიმალურად ისტორიული შენობა ნაგებობები. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი არის, რომ შევინარჩუნოთ ის ძვირფასი, რაც ამ ქალაქს გააჩნია, ის ღირსშესანიშნაობები, შენობა ნაგებობები, რომელსაც ჩვენ ძალიან უფრთხილდებით და თითოეულ დეტალს ყურადღებას ვაქცევთ. ეს შენობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, კონკრეტულად არის ნაკაშიძის ქუჩაზე, ალბათ ბარათაშვილიდან ყველას დაგინახავთ. ეგეთი შენობა იყო განთავსებული ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე წლების წინ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში დანგრეული, გაუბედურებული იყო. ეს წითელი აგურის შენობა ძეგლი არ ყოფილა, ამას ხაზი მინდა გაუსვა და ამ შენობის ადგილზე კონკრეტულ კომპანიას უნდა განეხორციელებინა საინვესტიციო პროექტი, ეს მათი საკუთრება იყო და ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა გაკეთებულიყო ასეთი ტიპის პროექტი. ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის მისაღები იყო, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად ჯდებოდა სივრცეში და ინარჩუნებოდა იმ მნიშვნელოვან სახეს, რომელიც ზოგადად ძველი თბილისის მიმართულებით შენობა ნაგებობების თვალსაზრისით გვაქვს. თუმცა თვითონ შენებლობის პროცესში მივიღეთ ეს სურათი, მეგობრებო. ეს სურათი მივიღეთ. შენებლობა ჯერ დასრულებული არ არის და მე მგონი კარგად ჩანს, რომ ის პროექტი და რენდერები რაც იყო შეთანხმებული, რეალურად არის აცდენილი. აცდენილი იმ რენდერებს შორის, რომელიც პროექტის სახით უნდა განხორციელებული იყო და დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ეხლა ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და ვანიჭებთ ძველი თბილისის სწორად განვითარებას. ჩვენ რა თქმა უნდა არავის ხელს არ უშლით და არ შეუშლით მომავალში, მაგრამ ძველი თბილისის თითოეული დეტალი, თითოეული სახლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერ დაუშვებთ. ჩვენ გქონდა უკვე კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და მოვთხოვეთ დემონტაჟი გაეკეთებინა იმ ზედმეტი სართულიანობის ბოლო სართული, რომელიც იქნა გაკეთებული, რომ შესაბამისობაში მოიყვანოს რენდერებთან, რომელიც არის წარმოდგენილი და რა თქმა უნდა მივიღეთ თანხმობა და ეს პროექტი გაკეთდება ისე, როგორც არის რენდერებში მოცემული, რომელიც მართლაც მისაღებია და ძალიან ლამაზი გამოდის და არ იქნება აცდენილი იმ სივრცეზე, რომელიც არის ამ კონკრეტულ ქუჩაზე წარმოდგენილი. ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, კიდევ ერთი, რასაც დავამატებდი, ეს არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადებით მგზავრობა. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ სხვა ირგვლივმყოფი ადამიანები. ამიტომ ჩემი თხოვნა არის, რომ მაქსიმალურად პირბადის გარეშე არ დაუშვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების გადაადგილება. ჩვენ რა თქმა უნდა კონტროლს უწევთ, თუმცა არის შემთხვევები, უნდა აღვნიშნო, გვაქვს ჩვენ სრული მონაცემები მთელი დღეების განმავლობაში თუ რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით, როგორც მიკროავტობუსებში, ასევე ჩვენს ავტობუსებში და მოგაწვდით ინფორმაციას, ესე იგი მიკროავტობუსებს რაც შეეხება პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი, რომელიც გამოვლინდა ეს კატეგორიულად მიუღებელია, რომ მიკროავტობუსის მძღოლები იყვნენ პირბადეების გარეშე, ამას რა თქმა უნდა, როგორც კომპანიის მხრიდან, ასევე ჩვენი სამსახურების მხრიდან მოყვება მკაცრი რეაგირება. ამ 24 მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები, 2 დღის განმავლობაში ისინი ვერ იმუშავებენ, რომ ადამიანებმა იცოდნენ თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ, ხო? ყოველდღიურად ემსახურებიან უამრავ ადამიანს და მართლაც უპასუხისმგებლობაა, შენ მძღოლი, რომელიცაც გადაგყავს ძალიან ბევრი ადამიანი დღის განმავლობაში,
ხარ წარმოდგენილი პირბადის გარეშე, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი დამცავი შესაძლებლობა. Რა თქმა უნდა, მონიტორინგი გაგრძელდება. ასევე გამოვლინდა მიკროავტობუსებში 224 მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა ცდილობა ემგზავრა პირბადის გარეშე, თუმცა ამას მაშინვე მოყვა რეაგირება და ამ ზღოლის ამოშვება არ მოხდა მიკროავტობუსში. იყო რამდენიმე შემთხვევა ასევე, როდესაც პირბადე ბოლომდე არ ჰქონდათ გაკეთებული და აქაც მინდა ვთქვა, რომ აზრი არ აქვს უბრალოდ პირთან ჰქონდეთ პირბადე და ცხვირზე არ ჰქონდეთ ჩამოფარებული, იმიტომ თავისუფლად არის შესაძლებელი დაინფიცირება სასუნთქი ორგანოებიდან. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გავიკეთოთ როგორც გვეუბნებიან ეპიდემიოლოგები და დარგის სპეციალისტები. ასევე იყო გარკვეული პრობლემები ჩვენს ავტობუსებშიც. 2088 მგზავრი ეცადა ავტობუსში ამოსვლას პირბადის გარეშე, რასაც მოყვა შესაბამისი რეაგირება და არ ამოუშვეს ავტობუსში. მიუხედავად იმისა, რომ მითითება იყო ჩვენი მხრიდან გაეკეთებინა პირბადე, ეს არ მოხდა და ამ ადამიანების ამოშვება არ მოხდა ავტობუსში. ასევე უნდა აღვნიშნო ის, რომ დაახლოებით 1500-მდე მგზავრს მიეცა გაფრთხილება, აქაც მხოლოდ პირთან იყო პირბადე და ბოლომდე არ იყო გაკეთებული. 116 ჯერ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი არ იკეთებდა პირბადეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და მე მინდა ყველა იმ ადამიანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო, ვინც ზოგადად ძალიან ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს და არის მოთხოვნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ ვიცი, შეიძლება მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, რომ უბრალოდ არ იცავენ ამ უსაფრთხოების წესებს და არ იკეთებენ პირბადეს. ძალიან აქტიურია საზოგადოება, ძალიან აქტიური იყო მგზავრები ამ შემთხვევაში და მინდა მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. იყო ასევე 21 შემთხვევა პატრულის გამოძახების. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს ამ მიმართულებით, ყველა მიმართულებით და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დავიცვათ ერთმანეთი და დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ პირბადის ტარება ეს არის ყველაზე ძლიერი დამცავი შესაძლებლობა, რომ არ მოხდეს ჩვენი დაინფიცირება და არ დავაინფიციროთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა დღეს, ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის ესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.